როგორი უნდა იყოს სადიპლომო ნაშრომის ენა? ამის შესახებ ჩავწერეთ არაერთი ვიდეო არხზე, რომლის მიზანიც არის სადიპლომო ნაშრომების მომზადების პროცესში მაგისტრანტების და დოქტორანტების აკადემიური დახმარება და დღეს ვწერ შემაჯამებელ ვიდეოს და ამითი დავასრულებ ამ ვიდეოების ციკლს იმის თაობაზე თუ როგორი ენით უნდა წეროთ სადიპლომო ნაშრომი. 7 შემაჯამებელი რჩევა სადიპლომო ნაშრომის ენის თაობაზე. პირველი. ყველა ქვეპუნქტში ისაუბრეთ მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხზე, რომელსაც განეკუთვნება ეს ქვეპუნქტი. ყველა სადიპლომო ნაშრომის ნაწილში ასევე ისაუბრეთ მხოლოდ და მხოლოდ იმის შესახებ, რაც ამ ნაწილშია სასაუბრო. რას გულისხმობს ეს? მაგალითისთვის შესავალში კვლევის აქტუალობაზე როდესაც ისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ კვლევის აქტუალობაზე, კვლევის საგანზე როდესაც საუბრობთ, კვლევის საგნის ქვეპუნქტში ისაუბრეთ მხოლოდ და მხოლოდ კვლევის საგნის შესახებ, კვლევის ამოცანებისა და მიზნების დროს ისაუბრეთ მხოლოდ და მხოლოდ კვლევის მიზნებზე და ამოცანებზე, როდესაც დაწერთ კონკრეტულ ქვეპუნქტს, დასვით წერტილი და თუ რაღაც აუცილებლობა არ არის, იშვიათი გამონაკლისების გარდა აღარ დაუბრუნდეთ ამ ქვეპუნქტებს. მეორე, რაც მინდა ვთქვა, ეს არის ის, რომ ყველა ნაწილში ისაუბრეთ მხოლოდ და მხოლოდ იმ კონკრეტული საკითხის შესახებ, რომელიც გამომდინარეობს ამ ნაწილიდან. მაგალითად, კვლევის მეთოდის რელევანტურობის დროს ისაუბრეთ მხოლოდ და მხოლოდ კვლევის მეთოდის რელევანტურობაზე. დაასრულებთ საუბარს და ამთავრეთ ეს ნაწილი, გადადით შემდეგ ნაწილზე. კვლევის ჰიპოთეზის ნაწილში ისაუბრეთ მხოლოდ და მხოლოდ იმის შესახებ, რა არის თქვენი კვლევის ჰიპოთეზა და განმარტეთ თქვენი კვლევის ჰიპოთეზა. ასევე როგორ უნდა შემოწმდეს თქვენი კვლევის ჰიპოთეზა. კვლევის მეთოდოლოგიის ნაწილში აღწერეთ, როგორ ჩატარდება თქვენი კვლევა, ანუ როგორია თქვენი კვლევის მეთოდოლოგია, შერჩევის ზომა, გეოგრაფიული არეალი, შერჩევის პერიოდი და ასე შემდეგ. უბრალოდ კვლევის პერიოდი და ასე შემდეგ, ცნობილების რაღაცა პროცენტი. აი ამ ყველაფერზე უნდა ისაუბროთ კვლევის მეთოდოლოგიის ნაწილში. კვლევის შედეგების სისტემატიზაციას როდესაც ახდენთ. კვლევის შედეგების ნაწილში ისაუბრეთ მხოლოდ და მხოლოდ კვლევის შედეგებზე, ესე იგი აღწერეთ კვლევის შედეგები. კვლევის შედეგების ანალიზის ნაწილში მოახდინეთ მხოლოდ და მხოლოდ კვლევის შედეგების ანალიზი. და არ გადაერთოთ რაღაცა სხვა საკითხებზე, ანუ ლიტერატურის მიმოხილვის ნაწილში მიმოიხილეთ მხოლოდ და მხოლოდ ლიტერატურის მიმოხილვა, ანუ ლიტერატურის მიმოხილვის ნაწილში არ დაიწყოთ კვლევის შედეგების ანალიზი ან კვლევის შედეგების აღწერა და ასე შემდეგ. აი ეს არის ის, რაც უნდა გაითვალისწინოთ სადიპლომო ნაშრომზე მუშაობის დროს. მეორე რჩევა, არ დაუბრუნდეთ იმას, რაც უკვე ისაუბრეთ და ერთი და იგივე აზრები რამდენჯერმე არ გაიმეოროთ სადიპლომო ნაშრომში. მაგალითისათვის, როდესაც თქვენ ერთხელ უკვე საუბრობთ კვლევის აქტუალობაზე შესავალ ნაწილში, შემდგომში ამ საკითხს აღარ დაუბრუნდეთ. კვლევის მეთოდოლოგიაზე საუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ კვლევის მეთოდოლოგიის ნაწილში და შემდგომში ამ საკითხს აღარ უბრუნდებით. მოკლედ არის ნახსენები შესავალში, მერე ვცლად არის აღწერილი კვლევის მეთოდოლოგია მეთოდოლოგიის ნაწილში და მერე უკვე აღარ უბრუნდებით ამ ყველაფერს. ერთი და იგივე აზრები სადიპლომო ნაშრომში არ გაიმეოროთ. თუ რა თქმა უნდა ამის აუცილებლობა არ არის, ანუ თუ თქვენი მიზანი არ არის, რომ უკვე ნათქვამი შეახსენოთ კითხველს. არის ხოლმე ესეთი შემთხვევებიც, როდესაც რაღაცა წყარო ადასტურებს თქვენ აქამდე გამოთქმულ მოსაზრებას სადიპლომო ნაშრომის ტექსტში. ერთი აბზაცის მერე ლოგიკურად ერთი აბზაციდან უნდა გამომდინარეობდეს მეორე აბზაცი, გაითვალისწინეთ ეს. შინაარსებრივად უნდა იყოს დალაგებული ტექსტი. აი უყურეთ, როდესაც წერთ ტექსტს, დაასრულეთ ერთი აბზაცი, ხომ? ერთი აზრის დასრულებიდან უნდა გამომდინარეობდეს მერე ახალი აბზაცი. ანუ არ შეიძლება რომ ერთი და იგივე გვერდზე ან რაღაც ერთ ქვეთავში ისაუბროთ ერთმანეთისგან რადიკალურად შინაარსობრივად განსხვავებულ საკითხებზე. ეს გაითვალისწინეთ. ასევე არ გამოიყენოთ და არ მოახდინოთ თქვენი სუბიექტური მოსაზრებების შინაგანი რწმენა წარმოდგენების ან ვარაუდების გავრცელება სადიპლომო ნაშრომში.
ყველა ვარაუდი და მოსაზრება, რომელსაც თქვენ სადიპლომო ნაშრომში გამოთქვამთ, უნდა იყოს არგუმენტირებული, ხოლო არგუმენტირებული ნიშნავს იმას, რომ იგი უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს, ფაქტების ანალიზს, სტატისტიკის ანალიზს, სულ მცირე აკადემიურ ნაშრომებში გამოთქმულ მოსაზრებებს და ასე შემდეგ. მოახდინეთ ერთმანეთთან კონტრარგუმენტების და არგუმენტების შეპირისპირება. გახსოვდეთ, რომ თქვენს არგუმენტს ყოველთვის აქვს, ან თითქმის ყოველთვის აქვს კონტრარგუმენტი და ამ არგუმენტების და კონტრარგუმენტების შეპირისპირების შედეგად გააკეთეთ დასკვნები. გააკეთებთ დასკვნებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი რწმენა წარმოდგენების და სუბიექტური მოსაზრებების საფუძველზე, რომ თქვენ ესე გჯერათ, რომ ეს ესეა. გახსოვდეთ, რომ სადიპლომო ნაშრომისთვის ეს საკმარისი არ არის, ვინაიდან ეს არის სამეცნიერო კვლევა. ეს არ არის სადღეგრძელო და არ არის რაღაცა ყოველდღიური, რომელსაც თქვენ აწარმოებთ. ტერმინები. ისაუბრეთ მშრალი სამეცნიერო ენით. არ გამოიყენოთ საყოფაცხოვრებო ტერმინოლოგია და ყოველდღიური სასაუბრო ენა სადიპლომო ნაშრომში. არც მხატვრული ფრაზები, გახსოვდეთ, რომ ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა და ეს არის სამეცნიერო ლიტერატურა და იგი საჭიროებს მხოლოდ და მხოლოდ მშრალ სამეცნიერო ტერმინოლოგიას. ხოლო თითოეული მეცნიერების დარგს აქვს თავისი შესაბამისი სამეცნიერო ტერმინოლოგია. აი ეს იყო ის 7 რჩევა, რომლის მოცემაც დღეს მინდოდა და ამ ვიდეოთი პრინციპში ვასრულებ ამ თემაზე საუბარს. ახლა შემდგომში პერიოდულად კიდევ დაუბრუნდები ამ თემას, ისევე როგორც სხვა თემებს, იმიტომ რომ ყველაფერი ის ინფორმაცია, რასაც მე გაწვდით, ეს პრაქტიკიდან გამომდინარეობს, მიმდინარე და არსებული პრაქტიკიდან. მე ახლა ამჟამადაც მუშაობ სადიპლომო ნაშრომების მომზადებაზე, მათ შორის ძირითადად სადოქტორო კვლევებზე და ყველა ის წინააღმდეგობა და ხარვეზი, რაც პრაქტიკაში წარმოიქმნება, აი ამის შესახებ გაწვდით ინფორმაციას. ეს ინფორმაცია, როგორც უკვე არაერთხელ მithქვამს, არ არის ხელმისაწვდომი არც ერთ სხვა არხზე, ან მით უმეტეს რომელიმე თეორიულ წყაროში. დღეისათვის სულ ეს იყო, გამოიწერეთ არხი და გისურვებთ წარმატებებს მომავალ შეხვედრამდე.